მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ბრძანდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტი, ამავე სასწავლებლის პედაგოგი ეკლესიის ისტორიაში გრიგოლ ბენდელიანი. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მამა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სასაუბრო თემა ჩვენი ძალიან საინტერესო თემა, საგულისხმო თემა ეს არის ეკლესიაში, ან ქრისტიანულ ეკლესიაში არსებული საგანმანათლებლო სკოლები და მისი ისტორია. ეს თქვენი სადოქტორო ნაშრომიც არის, თემაც არის. მინდა თავშივე აღვნიშნო, აბას მერე თქვენ ალბათ უფრო მეტად განავრცობთ, რომ ამ თქვენ ნაშრომს ამ შემთხვევაში რუსთაველის ფონდის დაფინანსება აქვს და ამის შესახებ უფრო ვრცლად თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში. მე მინდა 2-3 სიტყვით შესავალი გავუკეთო, რას ნიშნავს საგანმანათლებლო სკოლები ქრისტიანულ ეკლესიაში. ზოგადად ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ის არის, რომ ის ძალიან წიგნიერი რელიგია არის. ერთის მხრივ თუ სულიერი თვალსაზრისით შევხედოთ, გონებრივი თვალსაზრისით, საგანმანათლებლო განათლება გონების მას სულიერი მნიშვნელობით სხვა მნიშვნელობა აქვს და თავისთავად ქრისტიანი ადამიანი გონებით ნათლდება და ეს სულიერ ნათელს და საღვთო ნათელს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ როგორც სკოლაზე არსებულ სასწავლებლებზე, რომლის ფუნქციაც ეკლესიას იმთავითვე ჰქონდა. აი თუ კი ჩვენ ეკლესიის ისტორიას ოდნავ მაინც ვიცნობთ, ყველამ კარგად იცის, რომ იყო პირველივე საუკუნიდან კატეხიზატორული სკოლები. მეორეს მხრივ მოციქულური ხანა კი მახარებლური ხანა, მაგრამ მოციქულებშიც იყვნენ მაგალითად ამ ქვეყნიური გაგებით ერუდირებული პიროვნებები. შემდგომში მოციქულთა მოსწავლეები, რომლებიც რადგან იწყება წარმართულ ქვეყნებში, სამყაროში ქრისტიანობის გავრცელება, გამორჩეულები არიან დიდი ფილოსოფოსები, რომლებიც მერე გახდნენ მაგალითად აპოლოგეტები და დიდი ღვთისმეტყველები ეკლესიის ისტორიაში და მათი ნაშრომები ძალიან მნიშვნელოვანი არის. მათ მიერ აღწერილ პირად წერილებშიც ჩანს, რომ უკვე არსებობდა გარკვეული განსწავლითი ტიპის, ესე ვთქვათ, სკოლის ტიპის სასწავლებლები. თქვენს ნაშრომში მაგალითად არის მაგალითად აღმოჩენები კატეხიზატორული სკოლების, ანუ განსწავლითი სკოლების იმ ადამიანებისთვის, ვინც ნათლობისთვის ემზადებოდა. აი მნიშვნელოვანია მაგალითად მე ხა ასაუბრისთვის გამახსენდა ქართული ორიგინალური ძეგლები, ეს არის მრავალთავები, რომელიც თავისთავად თარგმანებისგან შედგება, მაგრამ ეს კრებული არის ორიგინალური. და მრავალთავებში ჩანს აი მაგალითად კირილე იერუსალიმელის, კირილე ალექსანდრიელის და სხვების ქადაგებები, რომლებიც აი მაგალითად დიდ მარხვის ქადაგებებს, კვირეებს გასდევს. ანუ ფაქტია, რომ განსწავლითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ქადაგებებს არის ჰომილია, ანუ ქადაგება საეკლესიო სტილის, მაგრამ თან ასწავლის ადამიანს დღესასწაულის შინაარს, ქრისტიანობის ისტორიას, მნიშვნელობას და სხვა და სხვა. იმთავითვე არის მნიშვნელოვანი, თუ ეპისკოპოსი ვერ ასწრებდა აი ამ ნათლად გამზადებულის მომზადებას ქრისტიანობაში, მას ეხმარებოდნენ დიაკვნები. ანუ ეს სკოლები უკვე არსებობდა. შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა არის ალბათ ალექსანდრიის სკოლა, რომლის გამორჩეული პიროვნებები არიან კირილე ალექსანდრიელი, ორიგენე და სხვები და ანტიოქიური სკოლა. მათ სკოლებში ოდნავ განსხვავებული მიდგომები იყო და ამ სკოლის ნაყოფი შემდგომი კაბადოკიელი მამები და სხვები და სხვები. ცნობილია და მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეს ნაკლები კვლევები ამაზე ჩატარებული და ამ შემთხვევაში თქვენი თემა ამ საკითხსაც ეხება და ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი. ალბათ საუბრის ბოლოს უკვე გადმოვართ საქართველოში არსებულ და მოვალთ ალბათ უფრო გვიან პერიოდამდე, როცა არსდება უკვე სემინარიები, აი იმ ტიპის სასწავლებლები, როგორც დღეს არსებობს, ამის წინა სახეები და სხვა და სხვა. აი დავიწყოთ საუბარი ჩანასახიდან, აი როგორ ისახება ქრისტიანულ ეკლესიაში აი სკოლის ტიპის სასწავლებლები და უმაღლესი ტიპის სასწავლებლები. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი ასეთი სახელწოდების არის საეკლესიო საგანმანათლებლო კერები საქართველოში და მათი პედაგოგიური თავისებურებანი. ამ ნაშრომმა მოიპოვა საქართველოს რუსთაველის ფონდის, სამეცნიერო ფონდის გრანტი და დაფინანსებულია მის მიერ. პირველ რიგში მამა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია, ქრისტიანი მოღვაწეების მიერ ძალიან დიდი როლი შესრულდა კაცობრიობის განვითარებაში. არა მარტო სასულიერო სასწავლებლები და სკოლები იქნა დაარსებული, არამედ ამბანებიც კი შეიქმნა მათ მიერ. მაგალითად, ულფილამ გუთებს შეუქმნა ამბანი, კირილემ და მეთოდემ წმინდანებმა კი სლავური ამბანი შექმნეს. და ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანულ მოღვაწეებს კაცობრიობის ისტორიაში. თავად ქრისტიანობა და ქრისტე თავის მოძღვრები და მოციქულები გვაძლევენ პედაგოგიური მოღვაწეობის დიდ მაგალითს.
პირობითად რო ავიღოთ, როდესაც მაცხოვარი აუდიტორიას ესაუბრებოდა, ის ითვალისწინებდა იმ ხალხს, ვინც იყო მისი მსმენელი. ესენი იყვნენ წარმართები, თუ ესენი იყვნენ ებრაელები. ყოველი მისი იგავი ფაქტიურად არის გაცოცხლება იმ რეალური საყოფაცხოვრებო პირობებისა, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, რომ მათთვის მისი სათქმელი მარტივად გასაგები ყოფილიყო. შემდგომ უკვე მოციქულებიც ამავე გზას აგზელებენ და ისინი მარტივი გასაგებად ესაუბრებიან თავიანთ მსმენელს. რაც შეეხება საეკლესიო საგანმანათლებლო კერების ჩამოყალიბებას, ფაქტიურად პირველი ესეთ სკოლები იყო კატეხიზატორული სკოლები, რომლებიც დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე საუკუნიდან უკვე არსებობს. მაგრამ რა ხდებოდა პირველ საუკუნეში, ძალიან საინტერესოა. პირველ საუკუნეში იყვნენ მასწავლებლები, დიდასკალოსები, ქართული თარგმანის მიხედვით მოძღვრები ეწოდებათ მათ, მაგრამ რუსული თარგმანის მიხედვით უჩიწელო მასწავლებლები არიან, რომლებიც დადიან ადგილ-ადგილ, დიდაქე გვაწვდით ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას და განსწავლიან მოსახლეობას ქრისტიანულ მოძღვრებაში. შემდგომ ეტაპზე, როგორც ჩანს, როდესაც უკვე ქრისტიანული თემები ჩამოყალიბდა, საჭირო გახდა, რომ ადგილზე ყოფილიყვნენ ასეთი მასწავლებლები და საფუძვლად ეს შეკრებები ექცა ამ სკოლების ჩამოყალიბებას. მეორე საუკუნიდან უკვე ჩვენ ხვდებით ასეთ სკოლებს და ძალიან საინტერესო ცნობა მოგვეპოვება წმინდა იუსტინე მარტვილის ცხოვრებაში. იუსტინე მარტვილს მთავარი ეკითხება, თუ სად კრიბავდა ის თავის მოსწავლეებს და სად ასწავლიდა მათ. და იუსტინე პასუხობს, რომ ერთ-ერთ ადგილას, აბანოს მიმდებარედ, ის კრებდა მოწაფეებს, ასწავლიდა მათ და გარდა ამისა, თუ იმეს ექნებოდა მასთან შეხვედრის სურვილი და ჭეშმარიტებაში განსწავლის სურვილი, ის მათაც ესაუბრებოდა. ფაქტიურად მეორე საუკუნეში უკვე ხედავთ ჩვენ ასეთ კატეხიზატორულ სკოლებს და მესამე საუკუნიდან ეს კატეხიზატორული სკოლები ყალიბდებიან დროთა განმავლობაში საღვთისმეტყველო სკოლებად. როგორც თქვენ ახსენეთ, ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა, იმის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ მისი რექტორი ორიგენე, რომელიც 18 წლის ასაკში გახდა ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი, როგორც ევსევი კესარიელი გვეუბნება, მან ეს კატეხიზატორული სკოლა აიყვანა საღვთისმეტყველო სკოლის დონემდე. და დროთა განმავლობაში უკვე ასეთი საღვთისმეტყველო სკოლები იწყებენ ჩამოყალიბებას. ეს რა საინტერესო როგორც ეტაპებს რო გადის. იუსტინე მარტვილი რო ახსენეთ და ფაქტია რომ ის მას ჰქონდა ამგვარი სახის შეკრებების სკოლები. მის აპოლოგიებს როცა ვეცნობით, როგორი დიდი გამოცდილება აქვს წარმართებთან საუბრის. აი მაგალითად რაღაცა მაგალითი მოყავს, რომ აი მაგალითად მითში რომელიმე წარმართულ კულტში ესე არის და თუ კი თქვენ ამის გჯერათ, მე აი ქრისტიანობა რამდენად უფრო ჭეშმარიტია და ის რატო და ვირწმუნოთ, რომ წინასწარმეტყველება როგორ აღსრულდა. ანუ ფაქტია როგორი დიდი გამოცდილება ჰქონდა, თვითონაც სხვა სამყაროდან მოდის და როგორი დიდი გამოცდილება ჰქონდა აი პოლემიკის და ალბათ მაშინდელი სასწავლებლები ძირითადად აი ახალი მოსულებში იქნებოდა ბევრი კითხვები ამასთან დაკავშირებით, ამასთან პასუხები, აი საპოლოგ დამცველობითი პასუხები და როგორი სტილი მე ორიგენე რო ახსენეთ, როგორი იცვლება უკვე მართლა აკადემიკურ სასწავლებლის ტიპზე არის. აი როგორც ძალიან ზუსტად ასე იყო, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ამ საღვთისმეტყველო სკოლების ფუნქცია სხვაგვარი გახდა. ანუ თუ კატეხიზატორული სკოლები ამზადებდა ადამიანებს ნათლობისთვის და ძირითად მოძღვრებაში განსწავლიდა, დროთა განმავლობაში უკვე ეკლესიის წიაღში შემოდიან ისეთი ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ საკმაოდ სიღრმისეული განათლება მიღებული. მაღალი განათლება ის დონე ჰქონდა და მათ უფრო მეტი კითხვები უჩნდებოდა, უფრო სიღრმისეული კითხვები უჩნდებოდა, ფილოსოფიური კითხვებიც უჩნდებოდათ და საჭირო იყო რომ ეკლესიას გაეცა ამ კითხვებზე პასუხი. და როგორც იუსტინე მარტვილი, ასევე შემდგომი მოღვაწეები გამოირჩეოდნენ ამით. ისინი უპასუხოდ არტოვებდნენ ეკლესიის წინაშე რაღაცა დასმულ კითხვებს და ისეთივე სიბრძნით ფილოსოფიური დებულებებითაც კი პასუხობდნენ, როგორი კუთხითაც იყო ეს კითხვა დასმული. აი მაგალითისთვის ცოტა გავასწრებ მოვლენებს და მოვიხმობ ბასილი დიდის ცხოვრებას. წმინდა ბასილი დიდი შედარებულია მოსე რჯულმდებელთან, რომელმაც აი ეს ეგვიპტური განათლება, რომელიც ფარაონის კარზე მიიღო, შემდგომ ღმერთს მიუძღვნა და ღვთისმსახურებას მიუძღვნა და ერის გადარჩენას მიუძღვნა. და ფაქტურად ბასილი დიდი, რომელიც აი ესეთი წარმართული სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, იქაური განათლებით მოდის ეკლესიაში და აი ამ განათლებას ზღვნად მიუტანს უფალს და აი ამ განათლებით უკვე აი ეს მაღალი განათლების მქონე ადამიანების მოყვანას და გაქრისტიანებას ცდილობს. და აი მათ ასეთ სიღრმისეულ კითხვებზე პასუხობს. რეალურად ეს საღვთისმეტყველო სკოლების ფუნქციაც ასეთი იყო, მამო, იმიტომ რომ გაჩნდა კითხვები ეკლესიის წინაშე, დოგმატური კითხვები, რაღაცა სწავლების უფრო მეტიც სიღრმე იყო საჭირო სწავლების გადმოცემისა, აი დროთა განმავლობაში საღვთისმეტყველო სკოლები ასეთ მიზანს ასრულებენ. და უკვე მესამე საუკუნეში ჩვენ ალექსანდრიულ სკოლასთან ერთად ხედავთ უკვე ანტიოქიურ საღვთისმეტყველო სკოლას. ეს ორი უნიშნელოვანესი საეკლესიო სკოლები
იყენებდნენ გარკვეულწილად ფილოსოფიურ გამოცდილებასაც, აი იმ საერო ფილოსოფიურ გამოცდილებას იყენებდნენ, მაგალითად ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლა უფრო მეტად არისტოტელეს მეთოდს ეყრდნობოდა, ხოლო ალექსანდრიული პირიქით პლატონის მეთოდს ეყრდნობოდა და სხვათა შორის ეს საეკლესიო ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ აი პირველი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებები და შემდგომ მსოფლიო საეკლესიო კრებები, როცა რაღაცა საღვთისმეტყველო მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, საფუძვლად სწორედ აი ამ ანტიოქიურ და ალექსანდრიულ საღვთისმეტყველო სკოლებში მიღებული ეგზეგეტური განათლება იქცა აი ამის საფუძვლად. დიახ, ანუ ეს მეთოდოლოგია, ასე ვთქვათ, დიალექტიკა და სხვა. საინტერესო არის, აი მაგალითად ორი თქვენ ახსენეთ ალექსანდრიის სკოლა. ალექსანდრიის სკოლაში არსებული მეთოდოლოგია სწავლების. მე რამდენადაც სწორად მახსოვს, იყო გარკვეული საგნები, რომელიც ჯერ საბუნებისმეტყველო საგნები, მუსიკა, ფილოსოფია, რომელიც ამზადებდა ადამიანის გონებას და სულიერ სამყაროს, რომ მე უფრო მაღალიან ღვთისმეტყველება შეემეცნებინა. ეს მეთოდოლოგია ძალიან საინტერესო არის, აი ამის შესახებაც ვარ თქვა ერთი ორი სიტყვა. აი მაგალითად მუსიკა ზოგადად ადამიანს ხო ჭეშმარიტი მუსიკაზე ადამიანს სულს რაღაც არბილებს, რაღაც განწყობას უქმნის, უფრო ამაღლებს. შედარებულიც არის ხანდახან როგორც მათემატიკასთან ძველი. ფილოსოფია რომელიც გონებას ამზადებს, იქ ტერმინოლოგიას სწავლობ, იქ დიალექტიკას. კითხვა-მიგების სისტემას რა სხვადასხვა, ანუ იღებ საერო განათლებას, ასე ვთქვათ, წარმართულ ლიტერატურაში სიეცნობი და მე ადიხარ უფრო ამაღლ. ეს მეთოდოლოგია იყო ალექსანდრიის სკოლაში და საინტერესო ეს მეთოდოლოგიები. ესე იგი, ეს ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა თავისთავად იყენებდა ამ ფილოსოფიურ მიდგომას, მაგრამ ძირითადი აქცენტი ამაო მაინც კეთდებოდა ეგზეგეტიკაზე, ანუ წმინდა წერილების განმარტებაზე. და აი მეთოდი როგორი იყო? თუ მაგალითად ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლა არისტოტელეს მსგავსად უფრო ისტორიას, მის ლიტერატურულ ღირებულებას, რეალობას, ბუკვალურ განმარტებას აძლევდა. ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლა პლატონის ფილოსოფიური მეთოდების მსგავსად უფრო ალეგორიულ მნიშვნელობას ეძებდა წმინდა წერილში. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ეს შეგვიძლია ვთქვათ. რასაც თქვენ ბრძანებთ ეს უკვე სასწავლებლებში საერო საგნების შემოტანა, ეს უფრო გვიანდელი ეტაპია, როდესაც უშუალოდ საეკლესიო სასწავლებლები არსებობს და აი ამ საეკლესიო სასწავლებლებში შემოგდა ეს საერთო საგნები, ეს 7 თავისუფალი მეცნიერება, ეს ცოტა შემდგომი ეტაპია და ჯერ აი ფიქრობ ჯობია რომ აი მონასტრულ გარემოზე ვისაუბროთ, როგორც ჩამოყალიბდა მონასტრებში ეს სკოლები და როცა მივალთ უკვე აი მე-6 მე-7 საუკუნემდე მე ვახსენოთ აი ამ საერო საგნების შემოტანა უკვე საეკლესიო სკოლებში. აი შემდეგი ეტაპი როგორც გავყევით ჩვენ ხო ეს არის ესე იგი დიდასკალოსები, მე მოდის კატეხიზატორული სკოლები, რომლებიც საღვთისმეტყველო სკოლებად ჩამოყალიბდა რამდენიმე ხანში, მე-3 საუკუნიდან ფაქტურად. როდესაც 313 წლიდან მილანის ედიქტის შემდეგ ქრისტიანთა დევნა შეწყდა, ამ პერიოდში აქტუალური გახდა სამონასტრო ცხოვრება. რა თქმა უნდა, მანამდეც იყვნენ განდეგილები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, მაგრამ ძალიან პოპულარული გახდა ეს ცხოვრება. პირველი მოღვაწეები მოგეხსენებათ, ეგვიპტეში იყვნენ წმინდა ანტონი დიდი და წმინდა პახუმი დიდი. და სწორედ აი ამან განაპირობა, რომ მონასტრის ირგვლივაც იწყებენ უკვე სკოლები ჩამოყალიბებას. პირველ ასეთ სკოლას ჩვენ ხედავთ პახუმი დიდის მონასტერში. ძალიან დიდი მონასტერი იყო, უამრავი ადამიანი მოღვაწეობდა იქ და სხვათა შორის საინტერესოა, რომ აი წესგანგებაში ისიც კი წერია, რომ ვინ წერა-კითხვა არ იცისო, აიძულეთო, რომ ისწავლოს წერა-კითხვა. და ასეთი ძალიან ბევრი სკოლა ჩამოყალიბდა სამონასტრო მე-4-მე-5 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში და ესეთი სკოლები ყალიბდება მთლიან მსოფლიოში თითქმის, სადაც კი ქრისტიანობა იყო გავრცელებული. თავისთავად ეს ეგვიპტეშია, ისრაელში არის, ეს არის სირიის ტერიტორიაზე, ედესაში, ასევე დასავლეთ სამყაროში ჩამოყალიბდა ასეთი სკოლები, აფრიკაში, იტალიაში და დროთა განმავლობაში უკვე ეს სკოლები ძლიერდება და იქ სხვადასხვა საგნების სწავლებაც შემოდის. მათ შორის როგორც ვახსენეთ, აი საერო საბუნებისმეტყველო ძირითადად. აი ეს საგნები, ასე ვთქვათ, პირველი 3 საგანი იყო გრამატიკა, ასევე იყო დიალექტიკა და ასევე იყო რიტორიკა. შემდგომი 4 საგანი, ეს იყო პირველი საფეხური და შემდგომი 4 საგანი იყო უკვე გეომეტრია, მეტაფიზიკა, გალობა და ასტრონომია. და სხვათა შორის ახლა მე რასაც გავეცანი ძირითადად ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია თეორია, რომ ეს საგნები შემოღებული იქნა დასავლეთში, კარლოს დიდის მიერ. და შემდგომ უკვე ჩვენ ამ საგნებს ხედავთ მანგანის აკადემიაში, რომელიც მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლში. პირველი რექტორი ლეონ მათემატიკოსი იყო, სხვათა შორის ფოტიოსი იყო იქაური მასწავლებელი ერთ-ერთი. და როცა ჩვენ საუბრობთ, ცოტა შემდგომში მოგვიწევს საუბარი გელათისა და იყალთოს აკადემიებზე,
ჩვენი წარმოდგენით და მეცნიერების საკმაოდ მყარი დასაბუთებით ასეთი მოსაზრება, რომ ეს საგნები ისწავლებოდა სწორედ გელასა და იყალთოში. მაგრამ საინტერესო ასეთი რამ, რასაც აი ჩემი სამუშაო პროცესის პერიოდში მივაგენი, რომ აი ამ 7 საგნის შემოღების ისტორია დაკავშირებული არის დასავლელ მოღვაწესთან კასიადორესთან. ასეთი პიროვნება იყო, ის საერო მოხელე გახდა თავიდან, შემდგომ კონსტანტინოპოლშიც იყო და თავის მამულში, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში დააარსა ვივარიუმი, ასეთი მონასტერი, სადაც მან ინსტიტუციებიც კი შეადგინა ასეთი სახელმძღვანელო და ამ ინსტიტუციებში განხილული იყო, როგორ უნდა ესწავლოთ ბავშვებს ამ სასწავლებელში. ჯერ ისწავლებოდა ეს საგნები, საბუნებისმეტყველო საგნები და შემდგომ უკვე გადადიოდნენ საღვთისმეტყველო საგნებზე. იქ წმინდა მამების ნაშრომების განხილვა იყო ქრისტიანი მწერლების, ისტორიული ნაშრომების, ქრისტიანული ისტორიის ნაშრომები იყო და ასევე ეგზეგეტიკური ნაშრომები. და სწორედ მისი ინიციატივა იყო ის, რომ შემოღებულიყო ეს 7 საგანი სასწავლებელში. მას უნდა ამ სასწავლებლს რომში გახსნაც პაპი აღაპიტი ეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. მან ჩაუყარა ამ სასწავლებელს საფუძველი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიხურა ეს სასწავლებელი. საინტერესოა ჩვენ ვახსენეთ სამონასტრო სკოლები. დიახ. მონასტრის ერთ-ერთი ფუნქცია იმთავით, რომ როდესაც აი თქვენ ახსენეთ მე-4 საუკუნის მეორე ნახევარი, როცა უფრო პოპულარული ხდება ეს მე-5 საუკუნიდან უკვე როდესაც მონასტრების მშენებლობა იწყება, შენობა ნაგებობების. დიდი კომპლექსების შენებლობაც იქნება, ქალაქის მონასტრებიც იქნება, უდაბნოს მონასტრები. ფაქტობრივად იმ პერიოდიდან მოყოლებული განსაკუთრებით საქართველოს სივრცეში ალბათ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით, მაგრამ მანამდეც მის შემდეგაც ჩანს უკვე სამონასტრო სკოლები, როგორც თარგმნელობითი სტილის, თვითონ ქართველი მოღვაწეების ცხოვრებაში ჩანს, რომ პირველად განათლებას ისინი მონასტრებში, ან მონასტრებში მიებარებოდნენ და იღებდნენ ეგ სწავლა-განათლებას. აღარაფერს ვამბობ უკვე გვიან პერიოდზე, როდესაც მთლიანად სასულიერო იმაში იყო სკოლები, მაგრამ დიდი მოღვაწეები, გიორგი მთაწმინდელი და სხვები ძირითადად იღებდნენ თავიდანვე მონასტერში განათლებას. აი მონასტრულ კერებზე ვისაუბროთ ალბათ ამ შემთხვევაში გამოვხილოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის მამაო აი ამ კუთხით ბასილი დიდს, უდიდეს მოღვაწეს, რომელსაც ფაქტობრივად საღვთისმეტყველო სფერო არ დარჩენა, სადაც თავისი დიდი სიტყვა არ დაეტოვებინა. მისი ნაშრომი არის ასეთი ასკეტიკონი, რომელიც ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ეს არის ვრცელი წესები და მოკლე წესები. ეს მოკლე წესები კითხვა-მიგების ფორმით არის, რაც შეეხება ვრცელ წესებს, 95 წესი არის და საინტერესოა ჩვენთვის განსაკუთრებულად მე-15 წესი. ამ მე-15 წესში ბასილი დიდი საუბრობს მონასტერში ბავშვების აღზრდის შესახებ. და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დეტალურად აქვს გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა ექცეოდეს ბავშვების ყოფნის დროს მონასტერში. ასეთ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ, მაგალითად ის ყურადღებას ამახვილებს რაზე, რომ ბავშვები დილას ბერებთან ერთად უნდა ლოცულობდნენ, ანუ იქ ყოფ მონასტრის წევრებთან ერთად უნდა ლოცულობდნენ, რომ მათგან მაგალითი აიღოს, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ უნდა კონდეთ მათთან, არ განლახდნენო. ბასილი დიდი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კვება უნდა იყოს მათთვის განსაკუთრებული, ასაკის შესაბამისი. ბასილი დიდი ასევე საუბრობს მამა გიორგი იმის შესახებაც, რომ როგორი უნდა იყოს ეს აღმზრდელი. ის უნდა იყოს სულგრძელებით გამორჩეული, სიტყვახელოვნებით გამორჩეული და უნდა ცდილობდეს, რომ გაარკვიოს რა ხდება ბავშვების შინაგან სამყაროში. რატომ? იმიტომ, რომ ვიდრე ისინი პატარები არიანო, მანამდე შესაძლებელია, რომ მათში ეს აი ცუდი ჩვევები აღმოიფხრასო. თორე რომ გაიზრდებიან, მე უკვე ეს რთული ხდებაო. ასევე იქ ყურადღება გამახვილებული თუ რომელი წიგნები უნდა ისწავლებოდეს და ასეთ რჩევას აძლევს, რომ ნაცვლადო ზღაპრებისა უმჯობესი იქნება ასწავლოთო სასულიერო წიგნებიო და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიბლიურ იგავთა წიგნზე. ასევე ის განიხილავს საკითხს, როგორ უნდა განსწავლონ ის ბავშვები, რომლებიც რაღაც წესებს არ ხვევენ, მაგალითად უდროოდ შეჭამენ საჭმელს, ან რაღაცა მეგობართან ფიზიკურად დაპირისპირება მოუვა და ორ მეთოდს ასახელებს. ეს არის ესე იგი საკვების შეზღუდვა და მეორე არის დუმარება. ანუ აი ამ ორი სასჯელით ცდილობს ვასილი დიდი რომ მოზარდები გამოასწოროს. საინტერესო პრაქტიკულად მეთოდოლოგია დღესაც არ შეცვლილა. ანუ ვასილი დიდის მეთოდოლოგიას ვეყრდნობით და საგულისხმო ის არის რომ ხა ვინც კარგად იცნობს ვასილი დიდის ცხოვრებას, განსწავლული იყო ასევე ძალიან ბევრ სფეროში. თქვენ ახსენეთ რომ არ არსებობს საღვთისმეტყველო სფერო, ეს კანონიკა იქნება თუ სხვადასხვა, რომ მას დიდი სიტყვა არ ეთქვას. მათ შორის მის თავად პირადი წერილში რომ ამბობს რომ ფაქტიურად ჩემმა ჯანმრთელობამ
მედიცინა შემასწავლებლად. აი საკვებზე რომ ამახვილებს ყურადღებას, რომ ასაკის შესაფერისი იყო, როგორ ყველაფერს აქცევს ყურადღებას, რომ ბავშვს მიეწოდოს მისთვის შესაფერისი საკვები, ხე როგორც მონაზონი დიდასაკში იმარხულებდა, ისე არ ამარხულებდნენ ბავშვს და სხვანაირად აწვდიდნენ. ძალიან საინტერესო, რომ ყველაფერს როგორი დეტალური ყურადღება ექცეოდა. და ერთი დეტალი გამორჩა, მამო, ის აუცილებლად მიიჩნევს იმასაც, რომ ეს ბავშვების საცხოვრებელი ცალკე იყოს მოწყობილი, ცალკე სივრცეში იყოს მოწყობილი და აი სადაც ბერები ცხოვრობენ, მათგან მოშორებით. უნდა გქონდეთ მათ კავშირი, მაგრამ მაინც მოშორებით უნდა იყოს და ეს აღზრდელი, ხანდაზმული, გამორჩეული, გამოცდილი სასულიერო პირი უნდა იყოს. და სხვათა შორის, მამო, პარალელს გავავლებ ეს ცოტა გვიანდელი მოვლენა არის მე-11 საუკუნეში გადავინაცვლებ. მე-11 საუკუნეში მოგეხსენებათ ბულგარეთში დაარსდა პეტრიწონის მონასტერი. გრიგოლ ბაკურიანის ინიციატივით და იქაური ტიპიკონი შემორჩენილია და იქაური ტიპიკონის მიხედვით მონასტერში ცალკე იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. ამ ტაძრის ირგვლივ უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ, რაღაცა ბავშვთა საცხოვრებელი, 6 ბავშვი უნდა ყოფილიყო ამ სასწავლებელში. და აი როგორ პიროვნულ თვისებებზე საუბრობს ბასილი დიდი ფაქტორად აი ამ ტიპიკონშიც იგივე პიროვნულ თვისებებზე არის ყურადღება გამახვილებული რომ ასეთი აღმზრდელი უნდა ყავდეთ იქ მონასტერში და როგორც ბასილი დიდის წესდებაში ასევე აი ამ წესდებაში ასეთი მითითებაა რომ თუ ბავშვს რაიმე ხელობის ნიჭი აღმოაჩნდა აუცილებლად დაეხმაროთ რომ შეისწავლოს ეს ნიჭიო და თუ მასო სურვილი გაუჩნდებაო რომ სასულიერო პირი გახდეს დამატებით ასწავლეთო ღვთისმსახურებაო ის მსახურები რომელიც უკვე სასულიერო პირის მიერ იქნება შესასრულებელი მაგრამ თუ ის ამას არ მოისურვებდა არ იყო იძულება იმისა რომ ის აუცილებლად მონასტერში დარჩენილიყო მას შეეძლო საერო ცხოვრებაში გაეგრძელებინა მოღვაწეობა და ბარემ რადგან ამ საკითხს შევეხე ცოტა უფრო ახლო პერიოდში მოვალ მე-16 საუკუნეში მამაო და ჩვენი უდიდესი მოღვაწე არა მარტო ჩვენი რუმინელებისა წმინდა იქ უნდა მეხსენებინა ახლა ბულგარეთი ახსენეთ ახლო მდებარე ქვეყანა და რუმინეთი და მის მიერ დაარსებული სამონასტრო კერები და სასკოლები ძალიან საინტერესოა აი წმინდა ანთიმოზ ივერილის არა მარტო ამ კუთხით ძალიან ბევრი დამსახურება აქვს რუმინელი ერის წინაშე როგორც ერის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და გარდა ამისა მის მიერ დაარსებული მონასტერი ბუქარესტში მდებარეობს მამო ეს მონასტერი მე-16 საუკუნეში დაარსდა ყოველთა წმინდათა სახელობის და აი ამ მონასტრის ტიპიკონი სხვათა შორის თარგმნილია ქართულ ენაზე მამა ალექსი შუტაშვილის მოღვაწეობდა რუმინეთში და მან თარგმნა ის და ძალიან საინტერესო მითითებები არის მამო ესე იგი იქაც უნდა აღზრდილიყვნენ ბავშვები 10-დან 15 წლამდე სხვადასხვა საგნების ჩამონათვალე საერო და სასულიერო საგნები უნდა ესწავლოთ ბავშვებს ეს საგნები და როდესაც უკვე სწავლას განასრულებდნენ უცხოენებიც ისწავლებოდა თუ გადაწყვეტ და ბავშვი რო ერში წასულიყო მონასტერი ვალდებული იყო თუ ღარიბი ოჯახი იყო ის ღარიბი ოჯახიდან იყო ის დახმარებოდა ფინანსურად და რაღაცა ოჯახის მოწყობაში ქორწილის გადახდაში სავარაუდოდ ეს იგულისხმება და რაღაცა ოჯახი რო შეექმნეს მატერიალური საჭიროება რაც იყო რომ დახმარებოდა შუადაშვილის მამა ალექსი ახსენეთ და შუადაშვილი და მის მიერ რამოდენიმე ტომი თარგმნა უკვე და ეს ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული ქართულ სივრცეში რუმინულიდან ქართულად იმიტომ რუმინულის ცოდნე ფაქტურად კარგი მცოდნე დღესდღეობით ქართულ ეკლესიაში მხოლოდ ის არის მისი ტიპიკონები ზოგადად ძალიან არა მარტო მაგაი ფინანსური საკითხებით ძალიან კარგი ისეთი ყველაზე მკაფიოდ არის ცნობილი ხა სხვა ქართული ტიპიკონები ძალიან მწირია მოგეხსენებათ ხო ბევრი რამ დაკარგული არის და რაც შემორჩენილია იქ ნაკლებად არის ესეთი აქ უფრო ძალიან დეტალურად არის გამახვილებული აი მაგალითად რა როგორ უნდა მოხდეს საეკლესიო წესების აღსრულება ის მაგალითად მოხუცთა თავშესაფარი როგორ უნდა იყოს აი ფინანსები როგორ უნდა განაწილდეს ახლა დღესაც როგორც მე გამიგია მამ ალექსისგან ფაქტობრივად მის ტიპიკონით მიხედვით ახლა რა თქმა უნდა იქ რაღაცები იცვლება ფულადი ერთეულები და სხვადასხვა ძირითადი ღერძი მისი ტიპიკონის მიხედვით არის დღესაც ბუქარესტში მონასტერი ესე ფუნქციონირებს ანუ იმას ეყრდნობა მის ტიპიკონს საინტერესო არ ვიცოდი მამო ნამდვილად ამ ხრივ აი თვითონ პეტრიწონის წესებაც ეს განგებაც მონასტერი ძალიან საინტერესო იქაც ეს ფინანსური საკითხები ვინ უნდა ცხოვრობდეს ვის რა საქმე ევალება ეს ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და ამ ხრივ ეს პეტრიწონის ტიპიკონი ძალიან საინტერესოა მამ დაუბრუნდები ისევ აი ძველ საუკუნეებს მე-5 მე-6 საუკუნეს დაუბრუნდები ამ პერიოდიდან უკვე როდესაც ეკლესია ამ დევნული მდგომარეობიდან გამოდის მას ეძლევა საშუალება იმისა რომ თავისუფლად იმოღვაწეოს და ეპისკოპოსების როლიც იზრდება ისინი არა მარტო ეკლესიის წიაღში არიან უკვე ავტორიტეტული პიროვნებები არამედ უშუალოდ სახელმწიფოშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრეთ ეს კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული ასეთი რაღაცა რეალობა იქნება იმპერიაში ამ პერიოდიდან უკვე ეპისკოპოსებიც ერთვებიან ამ სკოლების მოწყობის საქმეში, უფრო აქტიურად ერთვებიან და
შეიძლება ითქვას, რომ საეპისკოპოსო სკოლებიც კი იქმნება, უშუალოდ ეპისკოპოსების მეთვალყურეობის ქვეშ. მართალია პირველი ასეთი სკოლები, რაც აქტიურ ფაზაში, რომლებიც არის გადასული დასავლეთში ხდება, ჩვენ მაგალითად წმინდა ამბროსი მედიოლანელის ინიციატივით ხდება, ყალიბდება, მაგრამ მე რასაც გავეცანი, ამ ხრივ გამორჩეული არის ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც სპეციალური სასწავლებელი გახსნა მომავალი სასულიერო პირებისთვის. და ეს სასწავლებლები არ იყო მხოლოდ აფრიკაში, სადაც ის მოღვაწეობდა, იტალიაშიც იყო ეს სასწავლებლები და შემდგომ ამ სასწავლებლის მიერ აღზრდილი სასულიერო პირები გახდნენ ეპისკოპოსები და სხვადასხვა რეგიონში მათაც ესეთი სასწავლებლები დააარსეს. და ამით შეიტანეს ძალიან დიდი განათლება სხვადასხვა ქვეყანაში და სახელმწიფოში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, ირლანდიაში და ასე შემდეგ. ანუ ამბროს მედიოლანი არის ესე ვთქვათ ერთ-ერთი დამწყები. ერთ-ერთი პირველი. დასავლეთში. ბასილი დიდს თუ არ ჩავთვლით, აღმოსავლეთში ბასილი დიდიმ გააკეთა ეს ყველაფერი. გულისხმობ რომ იტალიას და ზედა მხარეს მაშინდელი რომის იმპერიის ზედა ნაწილს. ანუ დღევანდელ ესე ვთქვათ დასავლეთ ევროპას, ესე ვთქვათ, ჩრდილოეთ ევროპას. საგულისხმო ალბათ ყურადღება გავამახვილოთ უკვე ათონურ პერიოდზე, ალბათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც არის მე გარკვეული თარგმანები, ტიპიკონები, ამ საგანმანათლებლოც კერა ქართულ მონასტრებს როგორ გააჩნდა, შემდგომში ალბათ ათონურის სკოლის ასე ვთქვათ მნიშვნელობაზე ამ ხრივ და ალბათ მე გადავედეთ გელათისა და იყალთოს აკადემიებზე და მსგავსი ტიპის სასწავლებლები თუ იყო, რამდენად არის ეს წყაროებში, არქეოლოგიაში სხვადასხვა ამის შესახებ, ანუ საქართველოს მაგალითებზეც რო ვისაუბროთ. აი საინტერესოა, როცა დაცვა მქონდა კოლოკვიუმის მამამ ბიძინამ ასეთი ერთ-ერთი ოპონენტი მამამ ბიძინა გახდათ და მამამ ბიძინა ქონია და მან ასეთ კითხვა დასვა, რომ აი ყველაზე ქვედა ზღვარი, აი საიდან შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, როდის იქმნება საქართველოში ასეთი პირველი საეკლესიო სკოლები და ძალიან საინტერესო კითხვაა თავისთავად ეს. მამა გიორგი, ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პირველ საუკუნეში გავრცელდა უკვე მოციქულთა მიერ ქრისტიანული მოძღვრება, მაგრამ როგორც ეფრემ მცირე აღნიშნავს, რომის იმპერიის მსგავსად აქაც წარმართობამ იმძლავრა და საჭირო გახდა თუ მეორედ პავლე წოდებული კონსტანტინე დიდი მოევლინა რომის იმპერიას, საქართველოში დედა ღვთისმშობლის კურთხევით მოევლინა წმინდა ნინო. წმინდა ნინოს ცხოვრებაში ჩვენ ხედავთ, რომ მის ირგვლივ არიან შეკრებილი მოწაფეები, აი მაგალითად სალომე უჯარმელი, პეროჟა ურასივნიელი. შეიძლება ჩვენაც ვარაუდები გამოვთქვათ, რომ აი როცა მოციქულებმა იქ ადაგეს საქართველოში, მაშინაც იყო ესეთი კატეხიზატორული სკოლები, მაგრამ ეს უბრალოდ ალბათ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ. რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი, ქრისტიანული სამარხები აღმოჩენილი, იქ ტერმინები ოდიკი, ემბაზია, გავრცელებული ბატონი ქრისტიანული ცხოვრება იყო, ეპისკოპოსი იყო. კი, სავარაუდოდ ეს ქრისტიანული ცხოვრება არ შეწყვეტილა იყო, მაგრამ იყო რაღაცა ძალიან შევიწროებდა დეუნდგომარებში, როგორც რომის იმპერიაში, როგორც ეფრემ მცირე ბრძანებს. და როცა წმინდა ნინო ჩამოდის საქართველოში, მის ირგვლივ უკვე ხედავ ჩვენ ასეთ მოწაფეებს. და სავარაუდოდ აი რაღაც ტიპის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ესეც აი ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ჩვენ რო ვთქვათ. საინტერესოა მამა გიორგი ასევე ისიც, რომ წილკანში აღმოჩენილი არის ერთ-ერთი სასულიერო პირის საფლავი, სადაც ის მოხსენიებულია როგორც მოძღვარი. და ეს ბერძნული წარწერა არის და შეიძლება იქაც ვივარაუდოთ, რომ ესაც ასკეტური მოღვაწეობა იყო და მასწავლებელი და მოწაფე, მოძღვარი და მოწაფე ერთად მოღვაწეობდნენ. უკვე მე რადგან მოძღვარი, მასწავლებელი, პედაგოგი ეს ფაქტორად სინონიმებია. მაგრამ ერთ ყველაზე მკაფიოდ ეს აქვს გამოკვეთილი კლიმენტი ალექსანდრეს მოგახსენებთ მის შრომაში რამდენიმე სინონიმის ასახელებს, რომ მასწავლებელს უწოდებს ქრისტეს ხომ შემთხვევაში მოძღვარს. აი თქვენ რო ახსენეთ, მოძღვარია მოხსენებული ეს როგორც მასწავლებელი. დიახ, კი მამა. და აი მეხუთე საუკუნეში ძალიან საინტერესო ფაქტი გვაქვს, მამო. ჩვენ ვიცით უკვე ფაქტორად აი როგორც სოფლიოში ვითარდებოდა მოვლენები, რაღაც გარკვეულწილად პარალელურად ხდებოდა საქართველოშიც ბევრი რამ. უბრალოდ აი ჟამთა სიავის გამო ენრიკო გაბიძაშვილს უწერია, რომ ჟამთა სიავის გამო ძალიან ბევრი დოკუმენტები განადგურდაო ჩვენთანო და სხვათა შორის აი თქვენ მე რაც მქონია შეხება იმალად კანონიკურ ძეგლებთან, კრებულებთან. ფაქტია, რომ ბევრი რამ დაკარგულია, მაგრამ ფაქტია შეიმჩნევა, რომ რაც მაგალითად იწერებოდა იმ პონტოს დიაცეზაში, რომის იმპერიაში, რაიმე მნიშვნელოვანი მაშინვე ძალიან მალე ხდებოდა მისი თარგმანება. ესე იგი, მეხუთე საუკუნეში საქართველოში რომ მონასტრული ცხოვრებაც საფუძველი ჩაეყარეს ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდანაც ჩანს, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში აღმოსავლეთიდან, მან ბრძანა რომ ისეთივე ტიპის მონასტრები აეგოთ, როგორც აი კაბადოკიაში იყო, სადაც სავარაუდოდ აი გრიგოლ ნოსელი და ეს დიდი მამები მოღვაწეობდნენ.
და მე-5 საუკუნეში ასეთ საინტერესო ცნობა გვხდება. ანუ ვარაუდობთ, რომ უკვე საქართველოში მონასტრები იყო და ასურელი მამები როცა ჩამოდიან საქართველოში, გარკვეულწილად ეს მონასტრული ცხოვრება იყო, ოღონდ არ იყო ასეთი პოპულარული. საინტერესო ცნობა გვაქვს მინიშნება, გადახო არ მინდა გამომივიდეს წმინდა შუშანიკის ცხოვრებაში, როდესაც ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ წასულები ვიყავით ვანად ვინმე წმინდა კაცისა. ეს საავადმყოფო განდეგილი მოღვაწეა, რომელთანაც მიდიან რაღაც აზრის საკითხავად. ეს ჩვენი აზრით რეალობა იყო მე-5 საუკუნეში მონასტრების არსებობა საქართველოს და იქაც იქნებოდა საავადმყოფო ესეთი ტიპის რაღაცა, სადაც წინამძღვრები ან მოძღვრები ასწავლიდნენ ბავშვებს. ამის ფიქრის საფუძველს ისიც გვაძლევს მამაო, რომ აი ზოგადად დასავლეთ საქართველოსთან ძალიან ახლოს იყო კაბადოკია. და ჩვენ ვიცით ხო როგორ მალე ხდებოდა საოჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე თუ ისე ურთიერთობებიდან გამომდინარე რაღაცების გავრცელება, კულტურის გავრცელება და ასე შემდეგ და ვფიქრობთ რომ ესეც შეიძლება იმის საფუძველი იყოს რომ საქართველოში მე-5 საუკუნეში არსებობდა მონასტრული ცხოვრება. ახლა რაც შეეხება აი კატეხიზატორულ სკოლებს, ერთი საინტერესო ცნობა არსებობს ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაში. როდესაც მისი დედა, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი არ არის დაბადებული, საგდუხ დედოფალი ჩამოყავთ საქართველოში და უნდა დაქორწინდეს ვახტანგის მამაზე. მას მოუყვანენ რჯულის მეცნიერებს, ასეთი რამ წერია, რომლებიც უთარგმანებენო მასო სახარებასო, ანუ განუმარტავენო სახარებასო. და ამის შემდეგ ის გაქრისტიანდება. მე პირადად მიმაჩნია, რომ აი ეს რჯულის მეცნიერები არიან აი ასეთი პედაგოგები, კატეხიზატორები, რომლებიც განსწავლიდნენ მოსახლეობას ქრისტიანულ მოძღვრებაში. არა მარტო ამზადებდნენ კათათმოს, არამედ ისედაც განსწავლიდნენ. აი ეს პატარა ფრაზა გვაქვს, მეტი ხელჯარსაჭირი არაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. შემდეგ პერიოდში ხა ასურელი მამების ძალისხმევის შედეგად, რა თქმა უნდა, მონასტრები დაფუძდა და ჩვენ ხედავთ, რომ მონასტრული ცხოვრება საკმაოდ აქტიურ ფაზაში არის. მაგრამ საინტერესოა იყო თუ არა სკოლები, არსებობდა თუ არა ესეთი საეკლესიო საგანმანათლებლო კერები. ამის შესახებ მნიშვნელოვანი კვლევა აწარმოა ბატონმა კორნელი კეკელიძემ. ის ასეთ რამეს ბრძანებს, რომ სავარაუდოდ მე-5 საუკუნეში რაღაცა პირველ დაწყებითი საფეხურის სკოლები იქნებოდაო საქართველოშიო, სადაც აი მაგალითად ღვთისმსახურებას ასწავლიდნენ და ასე შემდეგ. მე-7 საუკუნიდან შეიძლება ვივარაუდოთ უფრო მაღალი ტიპის სასულიერო სასწავლებლები ჩამოყალიბდა, მაგრამ მას ამის არგუმენტი არ აქვს. ერთადერთ არგუმენტად მოყავს სომეხი მწერლების მოსეს ხორენაცის და კორიუნის ცნობები. და ამ ცნობებზე დაახლოებით ის ასეთ რამეს ამბობს, რომ მე-4 საუკუნის ბოლოსო მეფე ბაკურმაო შეკრიბაო ახალგაზრდებიო, რომ მათ მიეღოთ განათლება. ეს სომხური წყარო, მაგრამ საკმაოდ საინტერესო წყაროა. და შემდგომ ის ასევე ასახელებს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებას, რომელიც სამწუხაროდ ნაკლებად არის ცნობილი ჩვენს რაღაცა საღვთისმეტყველო წრეებში უფრო მეტადაა ცნობილი, მაგრამ ისტორიის, საერო ისტორიის ნაკლებად ცნობილი პიროვნება კირიონ პირველი, რომელიც დაახლოებით 15 წლის განმავლობაშიო საზღვარგარეთ იყო ნიკოპოლიში წასული და იქ იღებდა განათლებასო და იქაური განათლებით შემდგომ დაბრუნდა საქართველოშიო. აი ძალიან საინტერესო ცნობები აქვს კორნელი კეკელიძეს მოყვანილი. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს მაღალი დონის სასწავლებლებიო უფრო გვიანდელი იქნება. საინტერესოა მამა გიორგი ასეთი რამ, რომ ჩვენ ვიცნობთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას. და მის სახელთან შეიძლება თამამად დავაკავშიროთ მაღალი საფეხურის სასულიერო სასწავლებლების გახსნა საქართველოში. ეს საკითხი გარკვეულწილად დაფარული იყო და ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში და იქაურ ძეგლებზე არქეოლოგიური კვლევები ჩაატარა, დასკვნის სახით დაწერა, რომ ოშკის მონასტრის მიმდებარედ არის ძალიან დიდი სატრაპეზო და ის მიიჩნევდა, რომ ეს სატრაპეზო იქნებოდა აუცილებლად სემინარია. და არგუმენტად მას მოყავს რა, რომ იგივე მდგომარეობა იყო გელათში, გელათის ეს დიდი დარბაზი, რომელიც დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ იყო აკადემია, მიიჩნეული იყო საუკუნეების განმავლობაში სატრაპეზოდ. არ და რეალურად იყო სემინარია. და მის ამ მოსაზრებას იზიარებს ლევან მენადეც. და ისიც ამბობს, რომ არათუ ოშკში, არამედ ყველა ამ მონასტერში, სადაც ეს დიდი ნაგებობები არის, სავარაუდოდ ყველგან იქნებოდა სასწავლებლები და თავისთავად ახლა შეიძლება სტუმრიანობის ან დღესასწაულის დროს ეს ნაგებობები გამოიყენებინა თუნდაც სატრაპეზოდ. მაგრამ ძირითადი ფუნქცია მათი მოსაზრებით იყო ის, რომ იქ იყო სასწავლებლები. საინტერესო შემდეგი ეტაპი ალბათ ათონური სკოლა. ათონური ეტაპი, დიახ. ათონური ეტაპი და
გელათსა და იყალთოზეში თუ რამეს შეიძლება გავამახვილოთ, კიდე ყურადღება დღევანდელ ლიტერატურაში და კვლევებში უკვე მიუთითებენ იქ საგნებზე, როგორ ისწავლებოდა მეთოდოლოგიას და სხვა და სხვა. და შემდეგ შუა საუკუნეები და ძალიან საინტერესოა ალბათ მოვალთ თუ მოვასწარეთ დღევანდელ გადაცემაში, თუ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ფაქტობრივად. აი ანტონ კათოლიკოსის მოღვაწეობა, ანტონ მეორის, ერეკლე მეორის მიერ გახსნილი სემინარიები და ალბათ ვიდრე რუსეთის იმპერიამდე, მე რაც არსებობს სემინარიები თბილისში, მე ცოტა იცვლება რაღაც მდგომარეობები და მასაც თუ მოვასწრებ და შევეხებით საინტერესო. ესე იგი, მამო გიორგი, პირველ რიგში ისევ აი გრიგოლ ხანძთელის ირგვლივ რაღაც დეტალს დავამატებ. ჩვენ ვახსენეთ, რომ ესე იგი ბასილი დიდის ტიპიკონის მიხედვით, იქ ბენედიქტო ნურსელის ტიპიკონის მიხედვით, პახომი დიდის ტიპიკონის მიხედვით მონასტერში ბავშვები იზრდებოდნენ. მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტს ვნახულობთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. ცნობილი ფაქტია ყველასთვის, რომ როდესაც მონასტერში მიიყვანეს მცირეწლოვანი არსენი და ეფრემი, თვითონ მონასტრის წევრებმა წმინდა გრიგოლს, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა, წინააღმდეგობა გაუწიეს და უთხრეს, რომ შენი დაწესებული წესი არის, რომ ბავშვები არ შეიძლება მონასტერში და რატომ მოყავსო? და მაშინ წმინდა მამა ეუბნება მათ, რომ ეს ანგელოზის გამოცხადების, ანუ ღვთის მითითების შედეგად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ჩვენთვის აქ ორი მნიშვნელოვანი რამ არის. პირველი ის, რომ აკრძალული იყო მის მონასტერში ბავშვების მიღება განსხვავებით სხვა მონასტრებისგან, თუნდაც აღმოსავლური და დასავლური და გრიგოლ ხანძთელმა ეს გამონაკლისი დაუშვა. და ჩვენ ვიცით, რომ მათ უკვე ძალიან დიდი საქმე გაუკეთეს საქართველოს. ერთი გახდა კათალიკოსი საქართველისა, ხოლო მეორე ეფრემი მაწყვერელი ეპისკოპოსი. ასევე ჩვენ საქართველოში ნახულობთ მამო ვაჰანის ქვაბთა განგების წესებას, ეს განგებას და ამ წესგანგების მიხედვითაც ძალიან მკაცრად არის აკრძალული მონასტერში უწვერული ბავშვების და უწვერული ახალგაზრდების მიყვანაც კი და ვის გააკადნიერდებაო, საღვთო საჟელი ეწიოსო მას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ვაჰანის ტიპიკონი რაც საკითხული მაქვს. ალბათ ყველაზე მკაცრი ტიპიკონია, რაც არსებობს დღეს შემორჩენილ ტიპიკონებს შორის ქართულ სინამდვილეში ყოველ შემთხვევაში. ხა თუ არ ჩავთვლით ბენედიქტე ნუსელი ახსენეთ, თუ ისიც ძალიან მკაცრი ტიპიკონია. და ასეთი მონასტრები საბა გამწვეველის მოგეხსენებათ, როგორი კაცრი გარემო იყო, როგორი იქაც კი იყვნენ ბავშვები, იქაც კი თვითონ საბა გამწვეველი ხო ბავშვობაში მიიყვანეს და ფაქტობრივად გავრცელებული მეთოდი იყო, მაგრამ აი ქართული მონასტრები ამ შემთხვევაში ხანძთის ტიპიკონი და ვაჰანის ტიპიკონი ასე კატეგორიულ აკრძალვას უწესებს. მერამდენაც მახსოვს ექვთიმე ათონელის ცხოვრებაში წახსნილი ცხოვრება იოანეს და ექვთიმეს, იქაც არის უწვერულთა დარჩენა, იქაც არის ეს იგი ბავშვთა სკოლა, როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში მის ცხოვრებაში ესე აღწერილი. აი საინტერესოა, მამო, კიდევ რამდენიმე ფუნქცია იყო მონასტრის ძირითადად სხვა, უფრო მთარგმნელობითი თითოეულ მონასტერში არ ხდებოდა ალბათ ეს განსწავლა, რადგან ექვთიმე ათონელი ვახსენე ამ შემთხვევაში. შატბერდის კრებული, ეს შატბერდი დიდ ლავრათი წოდებოდა. შატბერდის კრებული, როგორც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, მამო, თავისი შინაარით რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. იქ არის ისტორია, იქ არის ღვთისმეტყველება, სხვათა შორის აი დასავლელი წმინდანების ნაშრომებიც არის კლიმენტი რომალის ნაშრომიც არის იქ შესული. და როგორც აღნიშნავს მზექა ლაშანიძე, ეს იყო იმდროინდელი სასკოლო წიგნი, სასკოლო სახელმძღვანელო. ფაქტობრივად აი ამ საგნებში განისწავლებოდნენ იქაური მოსწავლეები. საინტერესოა გელათის კატენებიანი ბიბლია. და ფაქტია, რომ ჩანს ეგზეგეტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ თარგმნელობთან ერთად. აი გელათის სკოლის მეთოდოლოგიაზეც შევეხოთ ორივე სიტყვით და მე გადავიდეთ უკვე შუა საუკუნეებს და ვიდრე ანტონი კათალიკოსის მოღვაწეობამდე პერიოდს. დიახ, გელათის დაარსება და დაფუძნება უშუალოდ დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული და ასეთ რამეს აღნიშნავს ერთ-ერთი მკვლევარი გვარს ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ, რომ გელათის აკადემიამო გააგრძელაო შემდგომ მე-18-19 საუკუნეებმანამდეც და მერეც გააგრძელა ის ფუნქცია მოღვაწეობა, რაც ათონის მთაზე ჰქონდა ივერთა მონასტერსო. იმ ემკვიდრებაო ფაქტიურად თუ გელათმო და მერე გელათთან ერთად ეს იმ ემკვიდრება უკვე გარეჯის მონასტერმა აღმოსავლეთ საქართველოში. საინტერესო მამო ასეთი რამ, რომ აი მე-9-10 საუკუნე, მე-11 საუკუნე არის ისეთი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს და ხედავთ ბავშვებს, რომლებიც მიყავთ მონასტერში და იქ იზრდებიან. მაგალითად, წმინდა ილარიონ ქართველი მე-9 საუკუნეში სულ რაღაც 6 წლის იყო, როცა მიიყვანეს მონასტერში და ღვთისმსულიერმა მოძღვარმა გაზარდა. დღე და ღამე განსწავლიდაო. მერე ვიცით მისი მნიშვნელობა მთელი იმ დროინდელი თითქმის ევროპა შემოიარა და თავის კვალი ყველგან დატოვა მან. ასევე ვიცით, რომ წმინდა სერაპიონ ზარზმელი თავის ძმებთან ერთად
პატარები იყვნენ, ისინი ოცა დაობლდნენ და მიიყვანეს პარეხის მონასტერში და იქ ისინი გაიზარდნენ. ფაქტობრივად ერთ-ერთმა ძმამ ლაპარაკიც კი არ იცოდა ისეთ ასაკში დაობლდნენ და მერე მათ დიდი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება გიორგი მთაწმინდელს, ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, გიორგი მთაწმინდელის და 7 წლის იყო თეკლა, როდესაც დედა საბიანას მიაბარეს მონასტერში და შემდგომ გიორგი მთაწმინდელიც ამავე ასაკში მიაბარეს მონასტერში და იქ გაიზარდა. შემდგომ მაგ გარკვეული განათლება კონსტანტინოპოლშიც მიიღო, ესეც საინტერესოა, რომ ჩანს კავშირები, რომ საქართველოდან იგზავნებოდნენ უცხოეთში სასწავლებლად და შემდგომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მთაწმინდის სკოლა. და 6-მე ათონელის ძალიან ცნობილი ფაქტი, როდესაც მან საქართველოდან 80 ობოლი ბავშვი წაიყვანა, ჩვენ მათი კვალი უკვე აღარ ვიცით, ხრება ფაქტიურად საწავიდნენ რა გააგზავნეს. გიორგი მთაწმინდელის მერე წავა. გიორგი მთაწმინდელის. ისე ზოგადად მიიჩნევა, ასე თქვა, ვარაუდი ამასთან დაკავშირებით დისერტაცია წერდა, მაგალითად ივან ისა ხუცეს მონაზონი სახელი დამაუცდა სამწუხაროდ. ერთ-ერთი ანუ ამ მოწაფეთაგან დიდი ნაწილი მთარგმნელი ხდება სავარაუდოდ მომავალში. თეოფილე ხუცეს მონაზონი მიდოდა მეთქვა წერან. თეოფილე ხუცეს მონაზონი მიიჩნევა მრავალი არგუმენტით, რომ ეს იმ 80 ყმათაგან ერთ-ერთი იყო. მთარგმნელობითი და გადამწერითი საქმიანობისთვის, ანუ ეს 80 ობოლი ყრმა მთლიანად ეკლესიის საქმეს ემსახურება შემდეგში და საგანმანათლებლო საქმეს ემსახურება შემდეგში. აი მამო გიორგი მთაწმინდელთან არის მის ცხოვრებაში ერთ ძალიან საინტერესო ეპიზოდი. სწავლების მეთოდი ჰქონდა და ეს ერთ წინადადებაში იკითხება ეს მეთოდი. მას ეს ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად ყავდა დაყოფილი და ასაკის შესაბამისად. ანუ ჩვენ ვხედავთ უკვე ჯგუფურ მეცადინეობას, მასთან ის ჯგუფურ მეცადინეობას ანიჭებდა უპირატესობას და ერთი ასეთი კარგი მეთოდი ჰქონდა მას, რომ თუ დაინახავდა, რომ მოსწავლე ჩამორჩა, მას არ დატოვებდა. სანამდე მის ცოდნა განათლებით არ, ასე ვთქვათ, გაუთანაბრებდა სხვა მის ჯგუფელებს, მანამდე არ მოეშვებოდა მას და ასევე ასეთი მეთოდიც არსებობდა, ეს უკვე უფრო ბიზანტიაში იყო გავრცელებული, აი წარმატებული მოსწავლე ეხმარებოდა სხვა უფრო სუსტ მოსწავლეებს, რომ უფრო მაღალ დონეზე ასულიყვნენ. ხშირად გამოკითხვასაც უწყობდა მათ და შესაძლოა გიორგი მთაწმინდელს, რომელმაც გარკვეული წლები კონსტანტინოპოლში გაატარა, ეს მეთოდი ჰქონდა გადმოღებული და იყენებდა უკვე ათონზე, როცა ზრდიდა ამ ბავშვებს. ეს სკოლური ტიპის სასწავლებლის მეთოდი დღესაც ესე არის ფაქტობრივად, არ შეცვლილ ბევრი რამ. გელათის აკადემიას ფაქტობრივად შევეხით, თუ საჭიროა ერთი ორიოდი სიტყვა მის მეთოდოლოგიაზე და შემდეგ პერიოდში რა ხდება. გელათის აკადემია, ესე იგი, ძალიან დიდი ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი. მეორე იერუსალიმი, სადაც სწავლა და წრწმენა, ფილოსოფია და სარწმუნოება ერთად გაერთიანდა. ეს დიდი ნაბიჯი იყო დავით აღმაშენებლის მხრიდან, ჩვენი დიდებული მეფის მხრიდან. ფაქტობრივად მის სახელთან არის დაკავშირებული ორი აკადემიის ჩამოყალიბება. ეს არის გელათი, იმერეთში და მეორე იყალთო კახეთში. და მოწვეული პედაგოგები, რექტორები გახდათ ივანე პეტრიცი და არსენ იყალთოელი. სავარაუდოდ მათაც კონსტანტინოპოლში ჰქონდათ ეს განათლება მიღებული. ივანე პეტრიცი მისი ზეწოდებიდან გამომდინარე პეტრიწონში მოღვაწეობდა, შემდგომ ჩამოიყვანა და უშუალო ცნობები, დოკუმენტები იქ როგორ ხდებოდა, რა ხდებოდა, ჩვენ არ მოგვეპოვება. აი ვარაუდის დონით ისე მამო, რადგანაც ვიცით რა ხდებოდა იმ პერიოდში ბიზანტიაში, რა ხდებოდა კონსტანტინოპოლში, იქ რო იყო ეს მანგანის აკადემია, სავარაუდოდ აი ასეთი მეთოდი იყო გადმოღებული, ეს 7 თავისუფალი მეცნიერება, რაზეც უკვე ჰქონდა საუბარი. რა მოხდა მანგანის აკადემიაში? პალეოლოგობის პერიოდში ეს მანგანის აკადემია თუ მანამდე საერო და სასულიერო განათლებას აძლევდა და საერო და სასულიერო პირებს ამზადებდა მოღვაწეობისთვის, ამ შემთხვევაში პალეოლოგობის პერიოდში ეს აკადემია უშუალოდ გადაკეთდა სასულიერო სასწავლებლად. და მანამდე, როცა დავით აღმაშენებელმა დაარსა, იყო აი საერო სასულიერო სასწავლებლად და ჩვენი ვარაუდითაც პირად ვარაუდობ, რომ აი აქაც საერო და სასულიერო პირების მომზადებას ემსახურებოდა ეს სასწავლებელი. უნდა იქნებოდა თარგმანები, რადგანაც ეს მანამდეც ძალიან აქტუალური იყო და მნიშვნელოვანი სკრიპტორიუმი იყო შატბერდის მონასტერი სამხრეთ საქართველოში და თავისთავად ეს საქმიანობა რო გაგრძელდებოდა უფრო მაღალ დონეზე ავიდოდა, ეს ალბათ ხალხზე ცხადია. გარდა ამ გელათური თარგმანებისა და ასევე სამონასტრო თარგმანებისა, რაც მის შემდგომაც არის რამდენიმე, ანუ სამონასტრო კერების. აი ჩვენ რო გადმოვიდეთ აქეთ უფრო გვიან პერიოდში, მე-18 საუკუნეში, როცა უკვე სემინარია ეწოდება ამგვარ ტიპის სასწავლებელს, უმაღლესი სასწავლებელი, საღვთისმეტყველო სასწავლებელი. აი ანდონ კათალიკოსის დროს და შემდგომ ვიდრე რუსეთის იმპერიამ და რუსეთის იმპერიის პერიოდშიც სემინარიები ეწოდება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ლექტორები არიან, რექტორები არიან, შემთხვევით უკვე რუსები არიან. აი მანამდე თუ არსებობს აი ამ ტიპის სასწავლებლები, აი ამ პერიოდში, რომელსაც აი სემინარია ეწოდებოდა, ან მსგავსი ტიპის სასწავლებლები თუ არის წყაროებში მოხსენებული.
ესე იგი, მამა გიორგი, ასეთ სიტუაცია გვაქვს, აი ფაქტორად თამარ მეფის ოქროს ხანიდან ჩვენ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა დგება, ძალიან მძიმე ისტორია გვაქვს და ამ ეტაპზე, ამ პერიოდზე ფაქტორად მე-12-დან მე-18 საუკუნემდე ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. რაც შეეხება მე-18 საუკუნეს, სანამ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდოთ. საინტერესო აი თბილისის სემინარია, ანჩისხატის ეზოში მდებარე და თელავის სემინარია. ერეკლე მეორის მიერ ასე ვთქვათ დაარსებული გახსნილი. აი სანამ ერეკლე მეორე დაიწყებდა თავის ძალიან დიდ საქმიანობას, მამა გიორგი, მანამდე არსებობს ცნობები, რომ საქართველოში იყო საეკლესიო და საგანმანათლებლო კერები. ოღონდ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, სემინარიები. აი წმინდა კირიონ მეორეს მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს ამის შესახებ და წმინდა კირიონ მეორე ასეთ რამეს ბრძანებს, რომ ფაქტიურად საქართველოში მე-18 საუკუნეში არ არსებობდა ისეთი ეკლესიაო, რომლის ირგვლივაც არ იყო მოწყობილი სკოლაო და მოძღვრები არ ასწავლიდნენ ბავშვებს. ეს ელემენტარული განათლება იყო, წერა, კითხვა, რაღაცა მათემატიკური ელემენტარული ცოდნა და ასე შემდეგ. აი ასეთ რამეს წერს წმინდა კირიონ მეორე და ეს დოკუმენტალური წყაროებითაც დასტურდება. სხვათა შორის 1801 წლით, პირველი წლით არის დათარიღებული ანტონ მეორის წერილი, როდესაც ის იმპერიაში აგზავნეს ამ წერილს, ის იგივეს ბრძანებს, რომ ფაქტიურად ყველა აღმოსავლეთ საქართველოზე საუბრობს, ყველა ეკლესია მონასტერთანო ფუნქციონებს სკოლაო, სადაც ბავშვებს ძირითად განათლებას აძლევენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მამაო, და რამდენიმე გამორჩეული პიროვნება ყავს ისტორიაში. განსაკუთრებულად ჩემი ყურადღება მიიქცია ივანე წილკნელმა ეპისკოპოსმა. მისი მამა გახდათ წმინდა ონოფრე გარეჯის უდაბნოში მოღვაწე ბერი. ის მამასთან მალევე მიიყვანეს, ან ძალიან პატარა იყო რომ მიიყვანეს 8-9 წლის ასაკში, მიიღო იქ ბრწყინვალე განათლება და შემდგომ უკვე ერეკლე მეორემ მას როცა გაიზარდა მიუყვანა აღსაზრდელი. თვითონ ივანე წილკნელმა აღზარდა ეს ბავშვი და როცა ივანე გამოარჩიეს ეპისკოპოსად, თან წაიყვანა. მერე აკურთხა მოძღვრა და დუშეთში ჩააბარა სასწავლებელი. თვითონ ივანე წილკნელი ეპისკოპოსი თავის რეზიდენციაში რამდენიმე ბავშვს განსწავლიდა და საინტერესოა, მამო, რომ განსწავლიდა საერო საგნებშიც. ამბობს, რომ ლოგიკაშიც გავსწავლიდიო. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ იყო მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოში ეგზარქოსობამდე არ იყო განათლება, ძალიან დაბალი დონე იყო. კი ამას არ ქონდა სისტემატიზირებული ხასიათი, მაგრამ რაღაც განათლებას გადასცემდნენ. და ანტონ კათოლიკოსის, მაგალითად ანტონ პირველ კათოლიკოსი გაიზარდა გარეჯის უდაბნოში და ჩვენთვის რა დონის განათლება ქონდა მას მიღებული. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოიწურა. ფაქტობრივად ჩვენ მოვედით ამ პერიოდამდე, რომელსაც უფრო მეტი წყაროები არის და უფრო მეტი საუბარი შეიძლება. თუ საშუალება მოგეცემა, შემდეგ ერთი გადაცემა კიდევ შეიძლება ჩაიწეროს უშუალოდ ამ პერიოდზე, ამ ეპოქაზე, უკვე სემინარიების შექმნაზე და თქვენ ახსენეთ, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა მონასტერი ან კერა ეკლესია, სადაც სასულიერო პირები არ ასწავლიდნენ. პირველ დაწყებით განათლებასაც და უფრო უმაღლეს განათლებასაც, სასულიერო განათლებასაც. აი დღეს სამწუხაროდ მაგალითად ესეთი ამ კომუნისტური ეპოქის შემდგომ პერიოდს და ესეთი ამ პერიოდს ესეთ ნარჩენებზე ვართ ჩვენ კიდევ ვიმკითხა ამის შედეგებს, რომ მაგალითად ერთ-ერთ სკოლაში არ დავასახელებ, ერთ-ერთმა პედაგოგმა თქვა, რომ რა უნდა სასულიერო პირს სკოლაში ხა ხარ ის საპატრიარქოს მეცადინეობით ასე ვთქვათ, რომ სკოლებში იწყება რაღაც გარკვეული ღირებულებითი განათლების შეტანა სასულიერო პირების და თეოლოგების მხრიდან. მაშინ, როდესაც ვიდრე მე-20 საუკუნემდე ფაქტობრივად არ არსებობდა საგანმანათლებლო კერა, სადაც სასულიერო პირი არ ასწავლიდა, ანუ პირიქით ეკლესია იყო ამ განათლების კერა. აი მამო, ძალიან საინტერესო რამ ბრძანეთ, რომ ესე იგი ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება აი პედაგოგიური მიმართულებით და ჩვენ ვიცით, რომ თუ მაგალითად საერო საგნები, ნებისმიერი საგანი, ძალიან მნიშვნელოვანი საგანი სამოქალაქო განათლება, რომელიც სკოლაში ისწავლება და სხვადასხვა საგნები, თუ ადამიანებს, მოქალაქეებს, ან მომავალ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ამზადებს კარგი მოქალაქეობისთვის, ქრისტიანობა და ქრისტიანული პედაგოგიკა კარგი მოქალაქეობისთვისაც ამზადებს მათ პირველ რიგში და ამასთანავე ამზადებს მარადიული ცხოვრებისთვისაც და ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი. და აი სახელმძღვანელოში ხათაშორს აი სამოქალაქო სახელმძღვანელოში ასეთი ისტორია მოყვანილი, რა გავლენა იქონია მაქს ვებერის თეორიამ, პროტესტანტულმა თეორიამ დასავლური ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში. იმიტომ რომ აი ამ თეორიის, პროტესტანტული თეორიის მიხედვით, ნებისმიერი პროფესია არის ღვთისმსახურება. როცა ადამიანები არა მარტო პროფესიულ პასუხისმგებლობით, არამედ ღვთისმსახურებითი პასუხისმგებლობით მიუძღვნენ თავიანთ საქმიანობას, ამან ერის გაძლიერება გამოიწვია. და სხვათა შორის ხელნაწერებში ინახება იონა ხელაშვილის ხელნაწერი, სადაც იგივე მეთოდით, ჯერ კიდევ იონა მანამდე მოღვაწეობდა,
ფაქტობრივად იგივე მეთოდებით ცდილობს, რომ ნებისმიერი საგანი გეოგრაფია იქნება, მათემატიკა იქნება, მოსწავლე შეაყვაროს და იქ ღვთისმსახურების ელემენტებსაც დებს და ასევე დებს იმას, რომ აი ეს მათემატიკას რო კარგად ისწავლის და კარგი პროფესიონალი რო იქნება თავის საკანონით, ეს ქვეყანას როგორ გამოადგება. და მე ვფიქრობ, ამ გამოცდილების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ადამიანი პატრიოტიზმად ასრულებს და ღვთისმსახურს ის სხვადასხვა შორის მე-20 საუკუნის პატრიარქებიც მაგალითად აი მელქისედეკ ხალაძე რამდენიმე საგანს ასწავლიდა არა მხოლოდ საღვთისმეტყველოს, არამედ საერო საგნებსაც და ამის მაგალითები უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ. როცა ეს პერიოდი იყო ასეთი თორე რა თქმა უნდა საღვთისმეტყველო საგნებს უპირატესობა ენიჭებოდა ხოლმე ამ შემთხვევაში. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მოგზაურობისათვის, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტი გრიგოლ ბენდელიანი. დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.